გვარების წარმოშობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და საქართველოც, როგორც იმ ძველ ცივილიზაციათა შემოქმედი ხალხის ქვეყანა, ღრმა ფესვების მქონე გვარებით იწონებს თავს. ჩვენი გვარებიც, როგორც ბევრი სხვა ხალხებისა, ძირითადად ადამიანთა სახელების, მეტსახელების, სადაურობის პროფესიის და სოციალური მდგომარეობის მიხედვით წარმოიშვნენ. პირველი ნაშრომი ქართული გვარების წარმომავლობის შესახებ გამოჩენილ ქართულ მეცნიერსა და მწერალს ვახუშტი ბატონიშვილს ეკუთვნის. გადაცემაში ვისი გვარის ახალ ვეცდებით გავარკვიოთ თქვენი შენი გვარის ისტორია. კახეთში ვართ, სოფელ ფხოველში. ჩამოვედით ჩომახაშვილების გვარზე სამუშაოდ. ეხლა ბატონ ნიკოლოზ ჩომახაშვილს ნახავთ, რომელსაც გავესაუბრებით მისი გვარის შესახებ. გამარჯობა ბატონ ნიკოლოზ. სოფელ ფხოველის თავზე ამოგვიყვანეთ, სალოცავთ. გურჯაანის რაიონის სოფელ ფხოველი. როგორ მოხდით ჩომახაშვილები? ჩომახაშვილები ჩვენ ვართ, ჩვენი წინაპრები წამოსული, განმოსახლებული, რა ვიცი, ეხლა განმოცემით რაც ვიცი, ჩემი წინაპრებიდან. შუა საუკუნეებში, დაახლოებით მე-15-მე-16 საუკუნეებში ეს ხალხი დასახლებულა სოფელ ფხოველში. ეს სოფელი ფხოველი კიდე ჯერ დასახლებული ყოფილა ბრინჯაოს ხანიდან. 16 ეკლესიის სალოცავი არსებობს ამ სოფელ ფხოველში. საიდან ახართ გადმოსულები ამ სოფელში, სოფელ ფხოველში? ქვემოქართლი, ღოუბანი, კოდა, თელეთი და მარავდა. აქ სახლობენ ჩვენი ბიძაშვილები, ჩვენი ჯიშის ხალხი. და მოდიან დასახლდნენ აქადა. აქაც თავადი იყო ანდრონიკაშვილებთან სხვა გვართან ერთად ჩემი წინაპრებიც ამ ფეხბურთში ჩაებნენ. ბავშვი იბადებოდა, ცხოვრება გრძელდებოდა. დიდი ისტორია აქვს ჩვენ ფხოველს. ხმალი იწრთობოდა, თოფი მზადდებოდა თავისი დენთით, ზარაფხანა ფუნქციონირებდა. და აი ესეთი რაღაცები პირველად ეხლა იმ პერიოდში ყველა მემარი იყო. ბავშვი რო იბადებოდა 2-3 წელს უკვე მემარი იყო. ჩომახაშვილები აწვრთნდნენ ბოლოს? ეხლა რა თქმა უნდა ჩომახაშვილი სამფეხურში იყო და სხვა გვარებიც ხო იყო, ეხლა ძირითადი გვარები იყო ჩომახაშვილი, იაგანაშვილი, მედულაშვილი, გილგაშვილი, ბატელაშვილი, მამისაშვილი. ეს გუნდი ერთად ცხოვრობდა. სულ ყველა ერთად ამ ფეხურით ჩაბულები იყო. 16 სალოცავი ახსენეთ. 16 სალოცავია. ამ სოფელში იყო ამ სოფელში. აი ახლა ჩვენ ვიყვებით წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინ. ომის გმირებით უყავთ ჩომახაშვილი. ომის გმირები როგორ თვითონ ბიძა ჩემი უგზო-უკლოთაა დაკარგული. ეხლა მოდი ცოტა გადავუბრუნდეთ, რომ ცოტა მშვიდობა რო ჩავარდა და აი რუსეთი ანექსიის მერე ცოტა მშვიდობა რო ჩავარდა ეს სპარსელები და თურქები რო აღარ შემოგვესწრებოდნენ ხოლმე. დღევანდელი არაშენის ტერიტორიაზე დასახლდა ეს ხალხი. აქედან გავუმრავლდით. ეხლა ეს ტყე ამოიძვირკვა, ეხლა დიდი მუხები 4-5 კაცი უნდა ხელი შემოაწმდა. ომის პერიოდში 4 ჩომახაშვილი იყო დაკარგული. ესე უგზო-უკლოდ. არაშენიდან დასული. ეხლა ფაქტობრივად ყოველის ტერიტორიაზე ვართ, მაგრამ არაშენიდან დღევანდელი მოსახლეობა ადგილი აქვს შეცვლილი. გვერდ-გვერდ სოფლები ადგილი აქვს შეცვლილი, შესაძლებელი. მამულები აქ მოღვაწეობთ. კიდე სად არიან ჩომახაშვილები გავრცელებულების? სად უნდა წავიდე მე რომ ნახო ბევრი ჩომახაშვილი? წავიდეთ ღოუბანში, წავიდეთ ძირითადი მოსახლეობა ღოუბანში ჩომახაშვილი, მარავდა, ისა კოდა, თელეთი, აქ ჩომახაშვილი. თბილისთან ახლოს. თბილისთან ახლოს. აი სამხრეთ ისა ქვემოქართლი. ძალიან კარგი. ჩვენ აქედან კახეთიდან დავიძრებით და ჩავალთ ჩომახაშვილების სანახავად სოფელ ღოუბანში. სოფელი ღოუბნის თავზე ვიმყოფებით, სადაც 40 სებასტიანელის სახელობის ტაძარი არის. ეხლა გავესაუბრებით ბატონ გოგიტა ჩომახაშვილს. გამარჯობა ბატონო გოგიტა. გამარჯობა, მოგესალმებით. ჩომახაშვილები ძანდებით. დიახ. როგორ ახართ ჩომახაშვილები დაკავშირებულები 40 სებასტიანელის სახელობის მონასტერთან? 40 სებასტიანელის სახელობის ტაძარი ჩვენ ბავშვობიდანვე მოვდიოდით ხოლმე აქ ჩვენი მშობლები, ბიძები
გიორგობის დღესასწაული, ბრწყინვალე დღესასწაულზე კლაუდით საფრთხოს და აქავე დავჯდებოდით ხოლმე. ხის ქვეშ და აღნიშნავდით გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს. კი. ბევრი ჩომახაშვილი იკრიბებოდით ხოლმე? კი, სხვათა შორის რამოდენიმე ოჯახები ვიკრიბებოდით ჩვენი სრული პატარა ბავშვებთან ერთად. სასულიერო პირები იყვნენ ჩომახაშვილები, ძმები როგორც ვიცით. სად უნდა წავიდეთ მათ სანახავად, მათ საფლავების სანახავად? მამა ამბროსი ხო გარდაიცვალა თელეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, იქ არის დასვენებული და მისი ძმა მამა გიორგი. ეს იმყოფება თელეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში არიან დაბრძანებული, დასვენებული. კიდე სად არიან ჩომახაშვილები გავრცელებულები ამ ტერიტორიაზე დაახლოებით? კი, არიან, გავრცელებულები არიან. დაბლა სოფელი კოდა არის, დაბა კოდაში. რამოდენიმე ოჯახი არის ჩომახაშვილი, არის კიდევ მარაბდაში, იქაც რამოდენიმე ოჯახი უფრო მეტი ვიდრე კოდაზე, სადღაც 10-12 ოჯახი შეიძლება უფრო მეტიც. და ანუ ამ ორ სოფელში არის ამ ახლოს გავრცელებული ჩომახაშვილების გვარი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გოგიტა. ჩვენ აქედან ორმოცი სებასტიანელის სახელობის ტაძრიდან დავიძრებით და ჩავალთ სოფელ თელეთში, სადაც არის დაკრძალული ჩომახაშვილები, მამა ამბროსი და მამა გიორგი. ჩომახაშვილების გვარის ისტორიას გამოვყევით და თბილისში ჩამოვედით. ეხლა გავესაუბრებით ბატონ დავით ჩომახაშვილს, რომელიც მეტ დეტალს მოგვიყვება ჩომახაშვილების გვარის შესახებ. გამარჯობა ბატონო დავით. გამარჯობა. საიდან ხართ წარმოშობით ჩომახაშვილები? წარმოშობით ჩვენ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ღოუბნიდან. ძირითადად ჩომახაშვილები ღოუბანში ცხოვრობენ. ასევე მარაბდაში და კახეთში სოფელ არაშანდაში. რას ნიშნავს სიტყვა ჩომახი? როგორც მამა პაპადგან ვიცი, ჩომბახი ეს არის სპარსული სიტყვა და ნიშნავს საბრძოლო, ხის საბრძოლო იარაღს, რომელსაც აქვს ესეთი გრძელი ტარი და მომრგვალებული თავი. ერთგვარი კომბალის დაახლოებით ასე ვთქვათ. და აი აქედან გამომდინარე როგორც ვიცი, გადმოცემით რასაკვირველია, იყო თავადიშვილი, რომელიც მეფის კარზე მსახურობდა, ყაფლან ორბელიანი. ამ ყაფლან ორბელიანს ეძახდნენ ჩომბახ ორბელი, რადგან მას თავისი რაზმი ჰყავდა და ამ ბრძოლებში აი ამ ხის საბრძოლო იარაღით გადიოდა ყოველთვის და რა თქმა უნდა წარმატებული იყო. აი აქედან გამომდინარე შთამომავლობას, ანუ ჩვენ გვეწოდა ბ შეიკვეცა და გვეწოდა ჩომახას შვილები, ანუ ყაფლან ორბელიანი შთამომავლები ვართ, ასეთ ვიცით ჩვენ გადმოცემით. ნუ დაზუსტებით არა, მაგრამ შეგვიძლია დაზუსტებასთან ყაფლან ორბელიანის შთამომავლები ხართ ჩომახაშვილები. დიახ, და დაზუსტებასთან დაკავშირებით ახლა კვლევა მიმდინარეობს და შემდეგ თუ დაინტერესდებით მოგაწვდით ამ ინფორმაციასაც. ზუსტად ძალიან საინტერესო იქნება. მაინტერესებს გვარში გამოჩენილი პიროვნებები, ვინ ყავდათ, ვინ ყავთ? ეხლა მე ვიცნობ ირაკლი ჩომახაშვილს. კი, ირაკლი ადვოკატი არის. კი ბატონო, წარმატებული ადვოკატია, ასევე ქალბატონი ქეთევან ჩომახაშვილი, ასევე წარმატებული ადვოკატია. სასულიერო პირის შვილი ბრძანდებით, სადაც ვიყავით ჩვენ სოფელ თელეთში ვიყავით და კიდე ტაძარი აღადგინა მამა თქვენმა, მამა ამბროსი. მამა ამბროსიზე რომ მოგვიყვეთ რაიმე ისტორია. ერთ ფაქტს გავიხსენებ ახლა, როგორ დაიწყო ქრისტეჯვრის ღოუბანში, ქრისტეჯვრის ტაძრის მშენებლობა, ანუ შეკეთება. ეს იყო დაახლოებით 1987 წელი და თავისი სახსრებით, ანუ ჩვენი ოჯახის სახსრებით თავდაპირველად შეუდგა შეკეთებას ტაძრის.
შემდეგ რასაკურველია მთელი სოფელი დაეხმარა. აქედან გამომდინარე, თუ რატომ აკეთებო ამ ტაძარსო, თეთრიწყაროს რაიონის პოლიციამ, მაშინდელმა მილიციამ დააპატიმრეს. დააპატიმრეს და წაიყვანეს განყოფილებაში. შენებლობის გამო დააპატიმრეს. კი ბატონო, თუმცა მუხლი არ ვიცი, რა მუხლით წაიყვანეს. ეს 1987-ში კი. ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდი იყო, რა თქმა უნდა. და აქ ერთი საინტერესო ფაქტია კიდევ, რომელიც შემდეგ მომიყვა თვით თავად მამაო, როცა წაიყვანეს იქ და რამდენიმე დღე დაკითხვაზე ჰყავდათ, მე გამოუშვეს. დაკითხვის პროცესში მამაო მუთხრა მათ, პოლიციის და მილიციის უფროს რომ სახელი აღარ მახსოვს სამწუხაროდ, უთხრა რომ იცით საბჭოთა კავშირი მალე დაიშლება და თქვენ პირადად ბატონო მობრძანდებით ჩემთან მე მაშინ მოძღვარი ვიქნები და შენდობას მთხოვთო. და გავიდა ხანი, მამა ამბროსი გახდა თელეთის მონასტრის წინამძღვარი და მართლაც მოვიდა ის პიროვნება და შენდობას თხოვა მამა ამბროსის რამდენიმე წლის შემდეგ. ბიძაც კი, მამა ჩემის ძმა, კი, ბოლოს სასულიერო პირი იყო, ჯერ კიდევ მამა ამბროსის სიცოცხლეში გახდა ის სასულიერო პირი და ასე ეუბნებოდა რომ იცი მაინც მოხვალ ჩემთანო და ასეც აღმოჩნდა ბოლოს გახდა ბერი და ისიც გარდაცვალების შემდეგ დაიკრძალა მონასტერში. მამა გიორგი ჩომახაშვილი. მამა გიორგი ჩომახაშვილი, დიახ. ორივე ძმები არიან დაკრძალულები თელეთის წმინდა გიორგის სახელობის. დიახ, ტაძრის ეზოში, კი ბატონო. მაინტერესებს დაახლოებით რამდენი იქნებით საქართველოს სოფლიოს მასშტაბით ჩომახაშვილები. კახელებმა გითხრეს დაახლოებით 500 იქნებით. არა, გაცილებით მეტი. კახეთში შესაძლებელია იყოს 500, თუმცა აქ უნდა კიდე ჩავთვალოთ თბილისში მაცხოვრებელნი და რა თქმა უნდა ღოუბანში, მარაბდაში ცოტა, მაგრამ მაინც არა გაცილებით მეტი. ძალიან კარგი, ანუ კი. თუმცა რომ თქვათ რომ ძალიან ძალზე დიდი გვარის წარმომადგენლები ვართ, არა. თქვენი წარმოშობის ადგილი მაინც თელეთი, ღოუბანი და ეს თეთრიწყაროს რაიონია. კი, ჩვენ ასე ვფიქრობთ, თუმცა კახეთში ჩომახაშვილები ფიქრობენ რომ პირიქით აქედან წასულები ხარ თქვენ. ჩომახაშვილები გითხრეს რომ ჩვენ წამოვედითო ღოუბნიდანო. ნაწილმა კი, ნაწილი კახელების ასე ამბობენ. გითხეთ, ამბობენ რომ კახეთიდან წამოვედით, ანუ ცოტა აი კვლევა დაადგეს, ამას დაადგენს კვლევა რა თქმა უნდა. კომენტარებში მოგეწყვით, უკვე როდის იქნება ეს არ ვიცით. ეხლა ჩვენ ვყოფებით გდანში, გვირთა მემორიალთან. რომ მოგვიყვეთ ორი სიტყვით გვირთა მემორიალის შესახებ, რომელიც როგორც ისე თქვენი ინიციატივით გაკეთდა. კი ბატონო. აფხაზეთის ომის შემდეგ 1997-ში გადავწყვიტე, უბრალოდ იდეა მომივიდა, რომ მემორიალი უკვდავ საყოფად, რა თქმა უნდა, ჩვენი დაღუპული ვაჟკაცების და ქალბატონების, რომ მემორიალი გამეკეთებინა და ამით უკვდავმყოფილი ყოფილიყო იმ ბიჭების და იმ გოგონების სახელი. ეს იყო 1997 წელი კიდევ ვიმეორებ. მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩემ მეგობრებთან ერთად, რა თქმა უნდა, დავიწყეთ რეალიზება ამის. სხვადასხვა ინსტანციებს დავუკავშირდით, საკუთარი ფინანსებიდან გამომდინარე, ცოტა გვიჭირდა მაშინ მოგეხსენებათ და დავუკავშირდით ადგილობრივ ხელისუფლებას და რა თქმა უნდა, გვერდში დაგვიდგნენ. ისე რომ 2004 წლის 23 ნოემბერს მემორიალი გაიხსნა. გაიხსნა ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ჯერ ერთი ის რომ არ ყოფილიყო დავიწყებული მათი სახელი, მეორე ის რომ თუ ვინმე და როდისმე მოგეხსენებათ ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა მუდამ ბრძოლაშია, თუ ვინმე როდისმე მოუწევდა ბრძოლაში ყოფნა, მას უნდა სცოდნოდა, რომ ის დაფასებული იქნებოდა სხვადასხვა ფორმით. მათ შორის აი ამ ფორმითაც, რასაც ქვია, მემორიალზე მათი სახელების, გვარების, მათი ვაჟკაცობის და მათი ძლიერების, სულის სიძლიერის, რა თქმა უნდა, უკდავსაყოფად. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით. მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. დიდი მადლობა. თქვენ უაღრესად საკეთილშობილო, ანუ კეთილშობილურ
საქმეს ემსახურებით და მე ვცდილობ რომ და მე ვფიქრობ რომ საამაყო საქმეა. გაიხარეთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. მადლობა ირაკლი ჩომახაშვილს, რო გთხოვა, ჩვენ გვერდზე იმუშავეთო და ბიძინა ჩომახაშვილს. ამით გემშვიდობებით. გვარი ჩომახაშვილის სიტყვა ჩომბახიდან მომდინარეობს, რაც ერთ დროს ერთგვარ საბრძოლო იარაღს წარმოადგენდა. ეს იყო ხის კომბლის მსგავსი მყარი საბრძოლო ხის იარაღი. ლეგენდის თანახმად, თამარ მეფის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი ყათლარ ორბელიანი ჩომბახს საბრძოლო იარაღად იყენებდა. სწორედ მის შთამომავლებს ჩომბახის გამო უწოდებდნენ ჩომახაშვილებს. ეს გვარი გვხვდება ქვემო ქართლში, კერძოდ კი ღოუბანში, თელეთში, მარაბდაში, კოდაში და კახეთის სოფელ არაშენდაში, სადაც ფხოველიდან ჩავიდნენ და სწორედ იქ დაიდეს ბინა. ყოველ 6 მაისს ჩომახაშვილების გვარი 40 სებასტიანელის სახელობის მონასტერში იკრიბება და სწირავს საკლავს, ასევე ყოველი წლის 11 ნოემბერს თელეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში იკრიბებიან და არქიმანდრიტ ამბროსის საფლავთან პარაკლის საღავლენენ, სადაც თლიანი გვარი ილოცება.